ჩერნობილის კატასტროფა 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის აფეთქებამ გამოიწვია. ეს იყო ბირთვულმოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ჩერნობილის კატასტროფა დაღუპულთა, დაშავებულთა რაოდენობით, ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით შეფასებულია როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში. იმავე წელს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ბირთვული ნარჩენები საქართველოშიც აღმოჩნდა. ის ქვემო ქართლის რეგიონის სოფელ სააკაძეში ვაზიანის სამხედრო ბაზასთან სულ რაღაც 600 მეტრში საზოგადოების განმალულად შუაღამეს ჩამარხეს და დააკონსერვეს. იმ დღიდან დღემდე მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა აღნიშნულ ქმედებას უკანონო და ანტისაზოგადოებრივად მიიჩნევს და დახმარებას სახელმწიფო სტრუქტურებისგან ითხოვს. ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით ჩერნობილის კატასტროფის შემდგომ საბჭოთა კავშირში შემავალმა ქვეყნებმა გარკვეული პასუხისმგებლობა იკისრეს და რადიაციული ნარჩენები სხვადასხვა ქვეყნებში ერთგვარი გაუნებელყოფისა და მისი გაფანტვის მიზნით გადაიტანეს და დააკონსერვეს. ჩვენ ახლა ერთ-ერთ ასეთ სამარხთან ვიმყოფებით, რომელსაც ვაზიანის სამარხი ქვია. ადგილობრივები აცხადებენ, რომ აქ ბირთვული აფეთქების შედეგად დახოცილი პირუტყვის ნარჩენებია დამარხული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ტერიტორია ამ ეტაპზე არის დაცული, თუმცა მოსახლეობა ამ ყველაფერს უნდობლობას უცხადებს და ამბობენ, რომ აქედან გამოყოფილი რადიაციის მაღალი კოეფიციენტი მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. ისინი კონკრეტულ ფაქტებზეც საუბრობენ, მოსახლეობა ამბობს, რომ სოფლის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანები ონკოლოგიური დაავადებებით არიან დაავადებულნი. ეს ვაზიანის დასახლებაა. აქ არსებული დღევანდელი რეალობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის უკიდურესად მძიმეა. აქ მცხოვრებ თითქმის ყველა მოსახლეს სოციალურად დაუცველი სტატუსი აქვს. მათ მძიმე სოციუმს ეკოლოგიური საფრთხეც ემატება. ბირთვული ნარჩენების სამარხიდან 1 კილომეტრში მცხოვრები მოსახლეობა ყოველწლიურად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს და ამას ეგრეთ წოდებულ ვაზიანის სამარხს უკავშირებს. ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ აქ მცხოვრებ მცირეწლოვან ბავშვებში ბოლო წლების მანძილზე იშემიურმა დაავადებებმა იმადა. თუმცა ამაზე ხმამაღლა საუბარს ყველა ერიდება. ზოგიერთმა მათგანმა ვაზიანში ბირთვული ნარჩენების არსებობის შესახებ ჩვენგან შეიტყო. თუმცა იმის შიშით, რომ შესაძლოა მათ ამის გამო საცხოვრებლის დატოვება მოსთხოვონ, ხმამაღლა საუბრისგან მათი დიდი ნაწილი თავს იკავებს. პირველ ხანებში ვერ გრძნობდით ჩვენ პირადად ამ რადიაციას. მივხვდი, რომ ეს იყო ქიმიური რაღაც საშინელი ნივთიერებები. იქიდანვე 1 წელიწადის არ იყო გასული, თითქმის უმრავლესობა წნევით გავხდით ავად. მე ვიგრძენით ჩვენ ახლა ჩამოსულმა ხალხმა. დევნილი აქ 450 ადამიანი ვცხოვრობთ. ხო და ძალიან მოქმედებს ახლაც. რადიაცია ნამდვილად არის აქ ვაზიანში, ამას ახლა ყველა ხვდება თავისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე და წნევა განსაკუთრებით. გულსისხლძარღვთა დაავადებები. დიახ, ახლა კაპილართა შევიწროება, გულსისხლძარღვთა დაავადება. მე მაგალითად სულ ვარ კარდიომაგნევით. მუდმივად. ძალიან იმოქმედებს, თორემ მართლა ჯანსაღი და ჯანმრთელი ქალი ვიყავ. ადამიანის ჯანმრთელობისთვის რო საფრთხე შემქმნელია, ეს ვიცი, მაგრამ აქ თუ ეგ სამარხი იყო, ეს ნამდვილად არ ვიცოდი. მე 5 წელია ვცხოვრობ აქა და აი ეს თქვენგან გავიგე მე ახლა პირველად. უნდა გცოდნოდეთ ამის შესახებ. როგორ არ უნდა მცოდნოდ, ან გამგებლიდან, ან მოსახლეობიდან, ან ვიღაც და მე იმდენთან მაქვს აქ ახლა ურთიერთობა, იმდენ პიროვნებას ვიცნობ, რაც აქ ვცხოვრობ, არავისგან აბსოლუტურად არ გამიგია ეს. ერთი სიტყვაც კი აი ნამდვილად არ გამიგია მერწმუნეთ. აქ მერწმუნეთ, ამის შემდეგ კი არა, ვინც კი ცხოვრობს, იმათ არ უნდა ცხოვრება და ამას რო გაიგებენ, უფრო არ ენდომილებად. იმიტომ რომ აქ ძალიან ისეთი პირობებია, სოციალურ დაუცველებია, თითქმის ყოველი მეორე ოჯახი, ძალიან რთული სიტუაცია. ბირთვული ნარჩენების სამარხიდან დაახლოებით 7 კილომეტრში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი მარტყოფი მდებარეობს. აქ მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა ონკოლოგიურ დაავადებებს, ჰორმონალურ დარღვევებსა და გულსისხლძარღვთა პრობლემებს უჩივის. სოფლის მკვიდრის სოციოლოგი ხათუნა მარუშაშვილი ჩვენთან საუბარში იმ პერიოდს იხსენებს, როცა ვაზიანში ჩერნობილის ბირთვული ნარჩენების სამარხის ამბავის საჯარო გახდა.
იმ პერიოდში, როდესაც ჩერნობილის აფეთქება მოხდა, სააკაძის საშუალო სკოლაში მუშაობდი პედაგოგად და მახსოვს, რომ აქტიურად ჩაერთო ძალიან მოსახლეობა, რომ გაიგეს, რომ შევარდნაძის ხელმოწერით ჩერნობილიდან მოდიოდა რადიაციით დაბინძურებული ხორცი და უნდა დაემარხა დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 1 კილომეტრში, ძალიან ახლოს, რაც ყველანაირად დაუშვებელი იყო და ამ მახსოვს, რომ სამთავრობო დონეზე ჩაერთვნენ მწვანეები, მაგრამ მოსახლეობის პროტესტს შედეგი არ მოყოლია. ღამე როგორც ჩანს, ჩუმად მალულად შემოიტანეს ეს დაბინძურებული ხორცი და სამარხი გააკეთეს. რამდენიმე წელში მე უკვე მასიურად მოხდა ამ მოსახლეობის ემიგრაცია, ანუ მოსახლეობამ დატოვა სახლები და წავიდა ზოგი საზღვარგარეთ, ზოგმა ალბათ სხვა საცხოვრებელი ადგილი მოძებნა. და უნდა აღინიშნოს, რომ გარდა იმისა, რომ მოსახლეობასთან ძალიან ახლოსაა სამარხი, ეს სამარხი არ არის დაკონსერვებული. ამის ლიკვიდაციაზე ახლა უკვე საუბარი ალბათ ძნელი იქნება, მაგრამ თუმცა შეიძლება ამის ლიკვიდაცია მოხდეს, თუ სამთავრობო დონეზე ხელისუფლება ჩაერევა და პრევენციულ ზომებს მიიღებს, რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია. იმავე წელს კი სოფელში მუტანტი ბავშვი დაიბადა, რასაც ადგილობრივებში პანიკა მოჰყვა და ამბავი მალევე გასაიდუმლოვდა. სოფელში კი დღესაც არ სჯერათ, რომ სამარხი ამ ეტაპზე რადიაციულ ნორმებს აკმაყოფილებს. როგორც ამას გარემოს დაცვის სამინისტროში განმარტავენ და სახელმწიფო სტრუქტურების შესაბამისი სამსახურების მხრიდან სამარხის დაუყოვნებლივ განადგურებას ითხოვენ. იყო შემთხვევა, რომ მარტყოფში, კერძოდ მარტყოფში სააკაძიდან 8 კილომეტრში ვართ ჩვენ და ეს მუტანტი ბავშვი დაიბადა წლების წინ. ანომალიები ქონდა, ორი სახე ქონდა ბავშვს თავზე, ორი სახე ქონდა ორივე მხრიდან და ეს ის იმდენად შემაძრწუნებელი იყო ამაზე, მაგრამ რატომღაც მიჩქმალეს ეს ამბავი და ამას რაღაც ისეთი აქტიური გამოხმაურება არ მოყოლია. კიდევ მოსახლეობა გარდა მე როგორც სოციოლოგი ერთს ვიტყვი, რომ თუ 30 წლის წინ პირველ ადგილზე იყო დაუშვათ ტრამვული დაავადებები და ტრამვულით გამოწეული ტრამვებით გამოწეული სიკვდილიანობა და გულსისხლძარღვთა იშემიური დაავადებით გამოწეული სიკვდილიანობა, დღეს უფრო ვფიქრობ, რომ აი ამ რადიაციის ფონზე ჰორმონალური დაავადებები გაიზარდა, ჰორმონების დარღვევა, საერთოდ რადიაციული აფეთქებები იწვევს იოდის ნაკლებობას. როგორც წყალში, ისე ნიადაგში და იოდის ნაკლებობა ადამიანში იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს და დღეს ფაქტი სახეზე გვაქვს, რომ ყველა მეორეს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა. პირადად მე უკვე 30 წელია, რაც სააკაძის სკოლაში მუშაობდი, მას შემდეგ ამ პრობლემით ვიტანჯები და მკურნალობას შედეგი არ აქვს. ადგილობრივები ჩერნობილის სამარხის ვაზიანში განთავსებას უკავშირებენ სოფელში მოუსავლიანობასაც. მათი თქმით, ბოლო წლებია მარტყოფში მწვანილიც კი აღარ ხარობს. ისინი ჩვენი ეთერის მეშვეობით ცდილობენ მათი ხმა ხელისუფლებამდე მივიდეს. 2012 წელს, როცა ქართული ოცნება მოდიოდა ხელისუფლებაში, მაშინ იყო ტელეარხი, პირდაპირ პასუხებს აძლევდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი სოფლიდან იყო ესეთი კითხვა, რომ ჩვენ ვეღარ მივასწარით შორის გამო ჩასვლა, რომ ბატონო ბიძინა თუ იცნობთ ამ პრობლემას სამარხის შესახებ, ატომური ნარჩენების სამარხის შესახებ, რომელიც მარტყოფში არსებობს და რა სამომავლო გეგმები გაქვთ ამის მიმართ. მაგრამ ჩვენ ეს კითხვა მაშინ ვერ დავსვით და ახლა ვსვავთ ამ კითხვას. და გვინდა და ალბათ მოლოდინიც გვაქვს, რომ იქნება დადებითი პასუხები ამ ყველაფრის მიმართ, იმიტომ რომ მე ამ სოფელში ვცხოვრობ უკვე 27-28 წელია. და სულ მესმის გარშემო ძალიან რთულია პრობლემა. ძალიან ბევრია იმ გარდატეხის ასაკში ლეიკემიის ნიშნები, ეს ჰორმონალური დარღვევები, მოუსავლიანობა, არაფერი. ჩვენ ყველაფერს ვყიდულობთ, მწვანილსაც ვყიდულობთ. ეხლა მარტყოფში ვცხოვრობ და მწვანილს ვყიდულობთ. ყველაფერს იშვიათად ვიღაცამ რაღაცა მოიყვანოს, რაც ცოტა ღრმათ არის მიწაში დამალული. კიტრიხო საერთოდ აღარ მოდის და არის ესეთი პრობლემა და ნამდვილად ყურადსაღებია, ნამდვილად მისაქცევია ყურადღება და ვიმედოვნებთ, რომ ისი არ დაგვტოვებენ, მოსახლეობას არ გაგვწირავენ.
რადიოაქტიურ ზონაში მცხოვრები მოსახლეობის შესაძლო დასნეულებაზე და ბირთვული ნარჩენების გავლენის დიდ ალბათობაზე საუბრობს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე დავით გოგოძე. მისი თქმით, რადიაციულ ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ლეიკემიით, ონკოლოგიური და სხვა ტიპის პათოლოგიებით დასნეულების მაღალი რისკ ფაქტორი არსებობს. თუმცა აქ აცხადებს, რომ თუ რადიაცია დასაშვებ ზღვარს არ აღემატება, მაშინ ის ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ მოახდენს. იქ სადაც რადიაციული უსაფრთხოება დაცული არ არის, ყოველთვის არის დაავადების დიდი საეშრუება. ძირითადად ეს ეხება ფარისების ჯირკვალს და სისხლბად ორგანოებს. სხვა ორგანოებიც შეიძლება დაავადეს, მაგრამ ძირითადად ეს დაავადებები, ამ ორგანოების დაავადებები ვითარდება. რა თქმა უნდა, რადიაციული გამოსხივება ერთ-ერთი პირობა არის ამ დაავადების განვითარების. სხვა დაავადებებით შეიძლება განვითარდეს ეს კანის კიბო, ძალიან ბევრი დაავადებები, როდესაც რადიაციული უსაფრთხოება დაცული არ არის. იმ შემთხვევაში თუ დაცულია, მაგრამ კოტი დაბალია, ამ შემთხვევაში რა საფრთხებთან შეიძლება იყოს? არის საერთაშორისო მიღებული ნორმატივები, რომელიც არის დასაშვებ რადიაციად ითვლება, რომელიც ჩვენს გარშემოც არის ყოველდღიურ ცხოვრებაში და ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასე ვთქვათ, არ ახდენს გავლენას. როდესაც ეს ირღვევა ეს ნორმები, რა თქმა უნდა, ეს დაავადებები თავს გამოყოფს, გამოჩნდება და დაავადებები მატულობს. ვაზიანის სამარხი, როგორც რადიაციული ზონა, 1 წლის წინ გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული ნარჩენების კონტროლის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადავიდა. მას შემდეგ ტერიტორია დაცული გახდა და მისი გადაღების საშუალება ჩვენივე უსაფრთხოების მიზეზით ჩვენთვისაც აკრძალული აღმოჩნდა. მანამდე კი ეს ზონა წლების მანძილზე ღია მდგომარეობაში იყო. მისი შესწავლის მიზნით აღნიშნულ ტერიტორიაზე თქვენი მონამორჩილიც თავისუფლად გადავაადგილდებოდი და მაშინ ჩემს უსაფრთხოებაზე მხოლოდ მწყემსები ზრუნავდნენ. ახლა ამ ადგილს მართულ ხლართები იცავს. თუმცა შიგნით არსებული სამარხის რადიაციული შკალა დასაშვებ ზღვარს რამდენად შეესაბამება, ეს ჩვენთვის ამჯერადაც უცნობი დარჩა. ადგილობრივი მოსახლეობა კი დახმარების მოლოდინშია.